მოგესალმებით. ნახლისობის დღესასწაულს კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები საღვთო ისტორიის შესახებ. ჩვენ ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვან მომენტს ვეხებთ ამ ისტორიიდან. წინა შეხვედრაზე მე უკვე გითხარით, რომ ის გამოცხადება, რომელი გამოცხადებაც მამამთავარ ა ブラ ამს ჰქონდა მორიას ღვთის მისტერიასთან დაკავშირებით, რაღაცა აზრით წმინდა წერილის თხრობის მიხედვით ბოლო გამოცხადება, მას ამის შემდგომ აფიქსირდება წმინდა წერილში შემდგომ გამოცხადება. მაგრამ თითქოს და ა ブラ ამს რაღაცა აქვს კიდევ გასაკეთებელი, თითქოს და ა ブラ ამს რაღაცა აქვს კიდევ რაღაცა დარჩენილი კიდევ იმისაც, რომ ა ブラ ამას სულ ყავს თავისი ამ ქვეყნიური ღვაწლი, სხემობა, მდგმურობა ამ ქვეყანაში. მანამ სანამ წავა იქ, როგორც წმინდა წერილში წერია, შეერთვება თავის მამა პაპას. ა ブラ ამი ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ბუდისტი ჩვენ სადაც გადაცვალებაზე არ გულაპარაკია. გულაპარაკია ეს მე მახსოვდა რომ სადაც გადაცვალებაზე ვისაუბრეთ უკაცრავად. მაშინ დავიწყოთ ამით ბუდისტის გვერდით, დავიწყოთ ამით ამ სადაც გადაცვალებით. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ესეც. ჩვენ თქვით უკვე რომ სადაც გადაცვალება ქრონოლოგიურად მოსდევს იმ ამბავს, როდესაც ა ブラ ამი მორიას თვაზე აიყვანს ისააკს და დააწვენს. და თქვით უკვე რომ არსებობს აზრი რომ თითქოს და სარამ გაიგო ეს ყველაფერი და გული ასე ვთქვათ შეუწუხდა და ამის წარმოდგენას გადაყვა და ის გარდაიცვლება ზოდაშვილის წლის ასაკში. ეს არის ერთადერთი თარიღი, რომელიც მოხსენიებულია წმინდა წერილში. ძალიან საინტერესო გახლავთ მეგობრებო ის რომ ა ブラ ამის ცხოვრებაში მოხდა უმნიშვნელოვანესი რამ. ის ვინც მის გვერდით იყო მთელი ამ ცხოვრების განმავლობაში, ამ მოღვაწეობისას, მისი ამ ქვეყნაზე მდგმურობისას, ის რომელთან ერთადაც გავლოს საღვთისმსახურო გზა ა ブラ ამა და უმრავლესოდაც ის დაწმუნებული ვარ ამაში, ასე ვთქვათ, ამგვარ ისტორიას ვერ წარმოადგენდა წმინდა წერილი თავის ფურცლებზე, რო არა ეს საოცარი და დიდებული ქალბატონი, როგორც გახდათ არა. ალბათ მართლა ძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება სარასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ხის განმავლობაში ასაც საუბრობთ, იმას არ გავიმეორებ. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ა ブラ ამი დგას აი ამ რეალობის წინაშე, მისი თანამებრძოლი და მისი თანამოღვაწე აღარ არის ამ ქვეყნად. ა ブラ ამან წარედ იგლოვა თავისი ცოლი და როდესაც მოცილდა თავის მიცვალებულს, აქ წმინდა წერილი იწყებს ერთი საოცარი რამის შესახებ საუბარს. ჩვენ გვახსოვს ა ブラ ამი, როდესაც შემოვა აღთქმული მიწაზე, მიწას აღთქმული ამიტომაც ეწოდება, რომ ღმერთი აფოთქავს მას ამ მიწას, მოახირვინებს, ჯერ ვარსკვლავებს, მერე ქვიშის სიმრავლეს, მერე ვარსკვლავების სიმრავლეს შეადრის, ამ მოთქმის სიმრავლეს. და ა ブラ ამი ყოველ ნაბიჯზე გახსოვთ ლოთთან დაკავშირებით ოთხრობა გადმოცემული ა ブラ ამი ლოთს ეუბნება, შენ თუ მარჯვნივ წახვარ, მე მარცხნივ წავალ, შენ თუ მარცხნივ წახვარ, მე მარჯვნივ წავალ და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ა ブラ ამი ა ブラ ამი ესე დამოკიდებულებას იჩენს იმდენად, რამდენადაც მას ბოლომდე სწამს, რომ მარცხნივ წავა თუ მარჯვნივ წავა, ორივე შემთხვევაში მიწაზე მიდადის, რომელი მიწაც ღმერთმა მისცა მას, თავის მიწაზე დადის. აი ა ブラ ამს რწმენით აქვს ეს მიწა მოხილული და ა ブラ ამ რწმენით იცის, რომ ეს ამ მიწას ღმერთი თავის მის შთამომავლობას მისცემს. და აი ახლა აი ამ მომენტში, როდესაც ა ブラ ამი რწმენით არის განწყობილი და ეს მიწა მისია მთლიანად, აღმოჩნდა ასეთ რეალობის წინაშე. მიწა არა აქვს თავის მიცვალებული დარწმუნებას. ეს საოცარი რამია, თითქოს და მეორდება მისი რწმენის ისტორია. ამ ხნის განმავლობაში ღმერთი შვილს აფუთქავდა და სად არის შვილი, არ არის შვილი, ამ ხნის განმავლობაში ღმერთი მიწას აფუთქავს და სად არის მიწა, არ არის მიწა. და ყველაფერი რწმენით ხდება, ა ブラ ამის ცხოვრებაში ყველაფერი რწმენით ხდება და ისევე როგორც შვილი არ იყო და მიეცა შვილი, ახლა ასევე ა ブラ ამი მიწყებს როლას, რომ მიწა, რომელიც მისია და ჯერ ვერ ხედავს არსად, მიცვალებულის დასაკრძალი მიწაც არ აქვს. აი ამ მიწის მოპოვებაზე იწყებს როლას.
მოლაპარაკება მიდის ადგილობრივ მოსახლეობასთან, ხეთელებთან მიდის მოლაპარაკება, ეს ხეთი ძალიან საინტერესოა, ხო უბრალოდ ხობა შეიძლება სხვაგან წაგვივიდეს, რომ ხეთის სამეფო ძალიან საინტერესოა, უბრალოდ ის სახელები, რომელიც სახელები წმინდა წერილშია წარმოდგენილი სემიტური წარმომავლობისა და შესაძლებელია სულაც არ ემთხოვდეს იმ ხეთის სამეფოს, რომელიც სირიაზის ტერიტორიაზე ცოტა მოგვიანებით ჩამოყალიბდა, ამას ახლა თავი დავანებოთ, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აბრაამი ხეთელებთან აწარმოებს მოლაპარაკებას მიწასთან დაკავშირებით და ეუბნება ყეფრონ ხეთელში ავედრონ მისი თავი. საოცარია, რომ აბრაამი შეუძლია, რომ აბრაამი ძალიან გავლენიანია, ძალიან მდიდარია, ძალიან გავლენიანი. არა, აბრაამი ითხოვს იმასაც ღმერთმა მისცემას. ეს მისის შინაგანი კულტურის, შინაგანი აი ამ ღვთისმოსაობის გამოხატულება თავის დროზე მე ვამბობდი და კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ წარმოუდგენელია მეგობრებო, თქვენ ნახოთ სადმე სიტყვაზე ვთქვათ, თავხედი და უზრდელი მოწმე. თავზე ხელაღებული, ასე ვთქვათ, აი კულტურო მოწმე, ესეთი რამე არ არსებობს, ვინაიდან შინაგანი სამყარო, სადაც ადამიანს მოწესრიგებული აქვს და სული წმინდის მადლით ეს ყველაფერი მოწესრიგებულია, გამოხატულება შესაბამისია, რასაც შოთა ამბობს, ხო? კოკაში რაც ადგას იგივე წარმოდინდების, არაფერი ახალი არ არის, შინაგანი გამოხატულება, ან შინაგანი სამყაროს გამოხატულება ისაც გარეგნულად ხდება. უბრალოდ ძველ აღთქმაში, როდესაც ადამიანი მაინც ადამიანის ბუნება დაზიანებულია და სული წმინდის მადლი მაცხოვნებლობითად ადამიანის ბუნებაზე ვერ მოქმედებს, არ მოქმედებს. უბრალოდ აი ამ დროსაც კი ეს სიმბოლოებია შენარჩუნებული. სიწმინდე გაგებულია როგორც გარეგნული სიწმინდე, როდესაც ტანსაცმელს გარეცხავდნენ და თქვათ იქ სიბილწეს არ შეეხებოდნენ და ქალთან ურთიერთობა არ ჰქონდათ, ხო? ეს გულისხმობდა იმას, რომ გამოხატულება იყო შინაგანი იმისა, შინაგანი განწყობილებისა, ეს გარეგნული სისუფთავე, თორე მარტო გარეგნული სისუფთავე არაფერს არ ნიშნავდა და ამას ამხელდა თავის დავაწყადია მაცხოვარი. აქ აი აბრაამის სწორედ ასეთ აბრაამის მდგომარეობა სწორედ მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულება. ყეფრონ ხეთელს უნდა შეევედრონ და მახფელას მღვიმე, ან მინდვრის, რაღაცა მინდორია მოზომილი, ამ მინდვრის, ამ ყანის ბოლოში მღვიმეა, აი ამ მღვიმეში დაკრძალონ, ეს არის მღვიმე მიყიდოს, რომ თავისი მიცვალებული დაკრძალოს აბრაამი. ხეთელები ძალიან ისი არიან, ის პიროვნებები, რომლებაც აი ყეფრონთან უნდა იშვიონ, ძალიან დიდი პატივისცემით არიან განწყობილი და პირდაპირ ეუბნებიან აბრაამს, რომ ღვთიანი მთავარი ხარ, ღვთიური მთავარი ხარ ჩვენ შორის. ეს პირდაპირ არის მითითება მეგობრებო იმასთან დაკავშირებით, თავის დავაცხადია არ ვსაუბრობთ, რომ მონოთეიზმის ისე რა ქვია, რელიგიის ელემენტები წარმოიშვა ხეთელთა შორის, მაგრამ ხეთელებთან, აი ამ წარმართებთან, რაც მოხერხდა აბრაამის მოღვაწეობის შედეგად, გახლავთ ის, რომ ის ღმერთი, რომელიც ღმერთსაც ადიდებს აბრაამი, ეს ღმერთი ცნობილი ღმერთია, ეს ღმერთი ყურად საღები ღმერთია და ეს ღმერთი საშიში ღმერთია მათთვის და ვინც ამ ღმერთს თაყვანს ეს, აი მისი თაყვანისმცემლის პატივისცემლის ღირსია, ვინაიდან ის ღმერთი რაღაც განსაკუთრებული ღმერთის იდეა. ზოგადად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თავის დროზე კიდევ ვიტყვი ამას, მაგრამ ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ წარმართული აზროვნებისათვის აბსოლუტურად არ არის მიუღებელი და არაფერია მიუღებელი იმაში, რომ ვიღაცა სხვა ღმერთიც არსებობდეს. წარმართს ყველა ღმერთის ასწამს. აი, ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, როდესაც ფარაონი მოსეს უპირისპირდება არა იმიტომ, რომ მოსეს ღმერთი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ მოსეს ღმერთი არ არის ყურად საღები ღმერთი. თორე მოსეს ღმერთის უარყოფას არ ახდენს ფარაონი. ჩვენ თავის დროზე რომ მივალთ, ვიტყვით ამას თავის ადგილას. უბრალოდ აქ როგორია ეს ღმერთი, ძლიერი ღმერთია თუ სუსტი ღმერთია, ამაზეა საუბარი. და აი აქ აბრაამის სადმე ეს პატივის აღმოჩენა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ წარმართულ პანთეონში აბრაამის ღმერთს გარკვეული ადგილი აქვს განსაკუთრებული და გარკვეული ყურადღება აქვს აბრაამის ღმერთს მიქცეული. თითქოს და საღირალი აქ არაფერია, თითქოს და აბრაამს პრობლემა არ უნდა ქონდეს და მართლაც თხრობაში, წმინდა წერილის თხრობაში ეს კარგად არის წარმოდგენილი, რომ ყეფრონ ხეთელი, როდესაც უშუალოდ აი ამ მინდვრის და აი ამ იმის, რა ქვია, მღვიმის მეპატრონე დაიწყებს მოლაპარაკებას, აბრაამს ეუბნება საოცარ რამეს. კი არ მიყიდეს, აჩუქებს. ეს წარმოუდგენელი. ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი ასეთი რაღაცა, მიწის ჩუქება, ეს იყო აბსოლუტურად გამორიცხული. კი არ მიყიდეს, აჩუქებს. და აჩუქებს მღვიმეს კი არა. აი ეს ყანა და ეს მინდორი რო ესაზღვრება ამას, ესეც აბრაამის იყოს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს აბრაამის ავტორიტეტზე და მიუთითებს ხეთელების სურვილზე დაუმოყდნენ და დაუმოყდნენ, დაუმეგობრდნენ და თუ შესაძლებელი იქნება დაუნეთასავდნენ კიდევაც აბრაამს. ვინაიდან ძალიან ხელსაყრელია ამ კაცთან ასეთი ახლო ურთიერთობები. და
აი აქ აბრაამი შემოტრიალდება. ხო, აქ ერთი ტერმინია, კიდევ ერთი ტერმინი არ გამოგვიჩეს, თაყვანისცემო ხეთელებს. ეს თაყვანისცემა, მეგობრებო, აი პირდაპირ მიწაზე თაყვანისა. ეს თაყვანისცემა არის რელიგიური აქტი. წარმოუდგენელია აბრაამა თაყვანისცეს, იმას რა ქვია, ქმილებას. ეს აბრაამის ცხოვრებას, აბრაამის წმენას არ შეესაბამება. ამიტომაც თქვენ რომ აბრაამი ყველა ადამიანში ხედავდა საღვთო ხატებას და მან თაყვანისცა სწორედ ამ ხატებას, ღვთის ხატებას ხეთელებში, წარმართებში. ეს ძალიან საინტერესო გააზრებაა. როდესაც ქრისტიანობა საუბრობს სიყვარულზე და საუბრობს არა იმის სიყვარულზე, რისკენაც სიყვარული ბუნებითაც აქვს ადამიანს თქვა შობელშვილისადმი. არამედ სიყვარულზე მოყვასისა და მოყვასი შეიძლება იყოს სამარიტელი, საძულველიც კი და შემდგომ საუბრობს ტრის სიყვარულზეც. თითქოს და ეს ყველაფერი გასამარტავია და გასაგებია იმ შემთხვევაში თუ კი დავსვავთ ამ კითხვას, როგორ შეიძლება შევიყვარო ვიღაცა სხვა, როგორ შეიძლება შევიყვარო ვიღაცა ის ვინც მტრობს ჩემთან და აი ქრისტიანობა საოცარ ამას ამბობს. ყველა ადამიანი არის ხატი ღვთისა. ყველა ადამიანში მტერშიც კი უნდა დაინახო ღვთის ხატება. მტერშიც კი უნდა დაინახო ის, რაც შეიძლება ხვალ გახდეს ძალიან დიდი, ძალიან ახლოს, ძალიან ისა რა ქვია, დიდი წმინდანი ღვთის წინაშე. ამას უნდა ხედავდე. და შესაბამისად ქრისტიანი ადამიანში ხედავს არა მტერს, ადამიანში ხედავს არა იმას, ვინც მტრობს მას, არამედ ადამიანში ხედავს ვიღაცა სხვას, რომელიც მას ასე ვთქვათ უბიძგებს მტრობისათვის. ანუ ქრისტიანს არ სალია, ქრისტიანი ვერ იცლის ადამიანის მტრობისათვის. ის ემტერება არა ადამიანს, არამედ ემტერება იმ მდგომარეობას, ამ მდგომარეობაშიც აი ეს ადამიანია მოქცეული. ამიტომ ქრისტიანი ადამიანის მტრობის, ადამიანის ბოროტის აქციელის მიღმა ხედავს იმას, ვინც აღზრა ეს ადამიანი ბოროტის აქციელისათვის, ხედავს დაცემულ ძალას. ამიტომაც თავის დროზე ვსაუბრობ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქრისტიანისათვის არის ნიშანდობლივი ეს, რომ ქრისტიანს არ ზულს მეძავი, ქრისტიანს ზულს მეძაობა, ქრისტიანს არ ზულს ავაზაკი, ქრისტიანს ზულს ავაზაკობა, ქრისტიანს არ ზულს სოდომელი, ქრისტიანს ზულს სოდომელობა. ანუ როდესაც საუბრობენ ხოლმე რომ ის რა ქვია ქრისტემო ავაზაკით შეიწყალეო და მეძავებთან ქონდაო, ხო მეძავებს შეიწყალებდაო, მეძავებს შეიწყალებდა და არა მეძაობა შეიწყალებდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. აი აქაც აბრაამის აი ეს აქტი, აი ეს თაყვანისცემის აქტი ამას გვაგულისხმებინებს სწორედ და ამ პიროვნებას კიდევ ერთხელ საკმაოდ მაღალ საფეხურზე წარმოგვიდგენს. და აი როდესაც ყეფრონ ხეთელი შესთავაზებს მას ამ ღვიმეს, აი ამ ღვიმეს თავის მინდორთან ერთად შესთავაზებს საჩუქრად და თითქოს და აბრაამისათვის აი ამ მიწაზე ხელმოცარული აბრაამისათვის, რომელსაც ღმერთმა აღუთქვა ყველაფერი და მიცვალებული დასაკრძალი მიწაც კი არა აქვს, ადგილიც კი არა აქვს, სადაც თავის საყვარელ ცოლს დაკრძალავს. თითქოს და ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან დიდი საჩუქარი და უნდა იყოს მითითება იმაზე, რომ აი შენთან იწყება მიწის მიცემის თვალსაზრისით წყალობას. ღმერთი აი ამ ყეფრონ ხეთელის ხელით გჩუქნის ამ მიწას და ეს საჩუქარი უნდა მიიღოს. არა, აბრაამი ისევ მოტივით საუბრობს, ამ მოტივითაც უარს ეუბნება თავის დროზე სოდომელთა მეფეს, ფეხსამოსის დასმასაც კი არ წავიღებო შენგან, რადგან არავინ თქვას სოდომელთა მეფეს წილი უდევს აბრაამის სიმდიდრეში და ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ, რატომ ამბობს აბრაამი უარს სოდომელთა სიმდიდრეზე. ვერავინ ვერ დააყოლეთ აბრაამს კანონით ეკუთვნის ეს სიმდიდრე, მაგრამ აბრაამი ზრუნავს არა იმაზე, აქ დღეს ვინ ასიტყვის, არამედ ზრუნავს იმ მოთქმაზე, რომელი მოთქმა ჯერ არ აყავს. ზრუნავს ის მოთქმაზე, რომელი მოთქმაც აღუთქვა ღმერთმა. აი ამ მოთქმას არ უნდა წამოაწოყოს, თორე აბრაამს ვერავინ ვერ წამოაწაკებს, ეს გამორიცხულია. იმ მოთქმაზე ზრუნავს. ეს ძალიან დიდი და ეს საზრუნავი რა არის, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე უკვე და ვთქვით, რა არის ეს საზრუნავი? აი ამ მოთქმა, რომელიც აბრაამიდან წამოვა, მოთქმა, რომელიც ამ მიწას დაიკავს, ამ მოთქმას უნდა ქონდეს კარგად გაშინაარსებული, რომ ის არავის წინაშე არ არის ვალდებული ამ ყოფნად. ერთადერთი ვალდებულება იმისა, რომ მან ეს მიწა დაიმკვიდრა, ეკუთვნის ღმერთს. ღვთის მადლიერი უნდა იყოს და არა ვიღაცა წინაპრის, ვიღაცის გავლენის, ვიღაცის სიმდიდრის და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მხოლოდ ღმერთთან უნდა ქონდეს მას აი ეს ურთიერთობის, აი ეს მოცალეობა. შესაბამისად, სწორედ აი ამ მოტივით ყეფრონ ხეთელს შეუტრიალდება აბრაამი და ეკოს, რომ თუ რა მადლი უპოვია მის თვალში. მოусმინოს, პატივისცეს მას და კი არ აჩუქოს, მიყიდოს. როლებია მიყიდვა უნდა აწყობდეს ყეფრონ ხეთელს, მესაკუთრეს. და ჩუქება უნდა აწყობდეს აბრაამს, რომელიც ყიდულობს ამას ყველაფერს. როლებია გაცვლილი, გაუგებარი. წარმართისათვის სრულიად გაუგებარი. რატომ კეთდება ეს და აბრაამისათვის სრულიად გასაგები ხდება, ჩვენთვის სრულიად გასაგები ხდება. აბრაამმა იცის, აი ახლა ეს არის პირველი საკუთრება აღთქმულ მიწაზე. ეს არის ის საკუთრება, რა საკუთრებაც
განსაკუთრების შემდგომაც უნდა დაიწყოს ამ მიწაზე აბრაამის მოთქმის დასახლება. შესაბამისად, არავინ აბრაამის მოთქმის მოთმაში არავის მოთქმამ არ უნდა უთხრას აბრაამის მოთქმამ რო არა ჩემი წინაპარი, რო არა მისი საჩუქარი, რო არა მისი წყალობა, თქვენ აქ ძვალშესალაგიც კი არ გეკნებოდათ, არა, ეს საკუთრება უნდა იყოს აბრაამის. ამიტომაც აბრაამი ეხვეწება მომყიდე ეს მიწა. 400 შეკელი სავაჭრო მაზანდით მიწონილი. აი ასე შეფასდება ეს მიწა ხეთელების წინაშე, აი ეს მღვიმე, აბრაამი იყიდის ამ მღვიმეს და მეგობრებო ეს გახლავთ პირველი კერძო საკუთრება თუ არ ჩავთვლით იმ იალღუს, რომელიც დარგო აბრაამა გერარის მიდამოებში ყოფნისას, ის ცოტა სხვა საინტერესო დეტალი ახლა იმაზე ყურადღებას ვეღარ გავამახვილებთ და ეს არის პირველი საკუთრება და ეს არის პირველი საფლავი, სამამამთავროს საფლავი, სადაც გაიკრძალებიან დიდი მამამთავრები. მოდი მეორენაირად შევხედოთ ამას. სინამდვილეში რა არის ეს? მეგობრებო, ცოტა მოგვიანებით, როდესაც მოსე წინასწარმეტყველის ეპოქაზე გადავალთ, იქ ჩვენ ვიტყვით ასეთ რაღაცას, რომ ისრაელი მიდის მამათა საფლავისაკენ, სამშობლოსაკენ. იქ სადაც თავიანთი მშობლები ემეტებათ. სინამდვილეში რაღაცა აზრით, რაღაც პირდაპირი გაგებით არა, მაგრამ რაღაცა აზრით. ისრაელი მიდის აი ამ საფლავზე. მაგრამ 2-დან 3 მილიონამდე მასაა და ამ პატარა ადგილას ეს მასა ვერ დაეტევა და მთელი ისრაელი გაგებულია როგორც მამათა საფლავი, როგორც მამათა მიწა. აი ამ საფლავის საზღვრების გაზრდა წარმოადგენს მომავალ ისრაელს. სამშობლოა ეს, მამათა ადგილია ეს, მათი მშობლების ადგილია ეს. აქეთკენ უნდა მოდიოდნენ. საკითხის მეორე მხარია, მოსე წინასწარმეტყველი კიდევ ერთ დეტალს დაამატებს, სამშობლოს კიდევ ერთი დეტალი განმარტავს და როგორ განმარტავს ამას თავის ადგილას ვიტყვი და რატომ დაამატებს იმას, ამას თავის ადგილას ვიტყვი, მაგრამ არსობრივად ისრაელი იწყება ამ საფლავიდან. არსობრივად ამ მიწაზე არა მსხემობა, არამედ უკვე მკვიდრობა იწყება ამ მიწიდან და საოცარია ამ მიწაზე მკვიდრობა იწყება სწორედ მიცვალებულით, საფლავიდან იწყება ეს სწორედ საფლავი უნდა იყოს იქ, საიდანაც სიცოცხლე წამოვა, საფლავი უნდა იყოს ის, საიდანაც მკვიდრობა წამოვა, საიდანაც ძლიერება წამოვა. შესაბამისად გვახსენდება ხო შეგონება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ დაითესა, თუ არ გაიხსნა, მაშინ ვერ იხარებს და მაშინ ვერ იწოცხლებს. აუცილებლად თესლი ჩავარდება, ის უნდა გაიხსნას და აი ეს თესლი, აი ეს პირველი საფლავის, პირველი სადგომი არის სწორედ არა მამამთავრისა, არამედ არის საოცარი ქალბატონისა, საოცარი მოღვაწისა, სარასი და ის დაიკრძალება. აქტიურად აბრაამმა იცის, რომ ეს მიწა ისაგან მისთვის მიცემულია. კი, მეგობრებო. ამიტომ ამაში გულს არ იხდის. იხდის პირიქით. არა, ხო, საჩუქრად არღებულობს. საჩუქრად არღებულობს. საჩუქრად არღებულობს. საჩუქარი ეს ღმერთისგან არის, თორე ამისგან არ უნდა იყოს საჩუქარი, ადამიანისგან არ უნდა იყოს საჩუქარი. ხო, ეს უნდა მეთქვა. ხო, ადამიანისგან არ უნდა იყოს საჩუქარი. საჩუქრად არღებულობს, იმიტომ რომ ფისგან კი, ზუსტად ასეა. ახლა იუდაური გარდამოცემა ამ საფლავის გარშემო თავისთავად ცხადია ტრიალებს, მისთვის ძალიან ისეთი ადგილია ეს საფლავი, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ადგილია ეს საფლავი და შესაბამისად ძალიან ისე ურთიდება თავის მოგონებებში ამ საფლავს. ეს გახლავთ საფლავი მეგობრებო, სადაც მოგვიანებით დაიკრძალება აბრაამი. შემდგომ დაიკრძალება ისააკი, დაიკრძალება ისააკის ცოლი რებეკა, დაიკრძალება მამამთავარი იაკობი, დაიკრძალება მამამთავარი იაკობის ერთი ცოლი ლია, რაქელი აქ არ დაიკრძალება, ეს 6 მიცვალებული იქნება, რომელიც ამ საფლავში იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად, როგორც ვთქვით, ეს საფლავი გახლავთ ის, საიდანაც ისრაელის ტერიტორიული ისტორია იწყება და აი ამის შემდგომ იწყებს წმინდა წერილი სწორედ საუბარს იმის შესახებ, რაზე ჩვენ შესწავლით თავიდან დავიწყეთ საუბარი და ეხლა იმას ვისაუბრებთ, რა ქვია, გავაგრძელებთ ამ საუბარს. რა მოხდა აბრაამის ოჯახში? სარა გარდაიცვალა, გასაგები. სარა გარდაიცვალა, გასაგები. მაგრამ წმინდა წერილისთვის ეს არ არის მარტო სარას გარდაცვალება. კი შეიძლება ვთქვათ აბრაამის თანამოღვაწე, აბრაამის ცოლი, საოცარი ადამიანი გარდაიცვალა. არა, ესეც არ არის. რაღაცა უფრო მეტი მოხდა. რაღაცა უფრო განსაკუთრებული, რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი. და აი ამ თავის ბოლოს, რომელიც თავისეც ჩვენ ვიწყებთ ახლა საუბარს, ამ თავის ბოლოს განმარტებულია ზუსტად არის წმინდა წერილის მიერ არის განმარტებული სინამდვილეში რა მოხდა აბრაამის გარდაცვალებით. დიასახლისი აღარ არის. სარას კარავი დაცარიელდა.
და წმინდა წერილი თხოვას არ გააგრძელებს არავითარ შემთხვევაში სანამ არ მოყვება ამბავს იმის შესახებ აი ეს цаრიელი კარავი როგორ შეუსწავლს აბრაამი კი არაფერს უშია წმინდა წერილს არც აბრაამი აინტერესებს ახლა არც ისააკი აინტერესებს ახლა წმინდა წერილისათვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამბავი იმის შესახებ სარა კი გარდაიცვალა მაგრამ ამ კარავში ვიშევა და ჩვენ ახლა ვნახავთ რომ წმინდა წერილის თხრობა მიდის იქითკენ რომ ამ კარავში ვიღაცა ქალი კი არ უნდა შევიდეს ამ კარავში ვიღაცა ქალი შესვლა არაფრით არ შეიძლება საღვთო ისტორია აღარ გააგრძელებს თხრობას ამ კარავში უნდა შევიდეს სარასნაირი ქალი სარა არ იქნება მაგრამ სარასნაირი უნდა იყოს აუცილებლად და ეს სარასნაირი უნდა იყოს ისააკის ცოლი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეს ვიღაცა ისეთი უნდა იყოს რომელიც ღირსი იქნება ამ კარავში შესვლისა მეორენაირად ვიტყვი რომელიც გააგრძელებს რაც ისააკმა უნდა გააგრძელოს აბრაამისგან თუ კი ისააკი აგრძელებს აბრაამის გზას თუ კი წმინდა წერილში დაწერს რა წმინდა წერილის ავტორი რომ აი ეს აჰა მოდგმა აბრაამის აბრაამ შვა ისააკ აღარ წეს აბრაამ შვა ისმაელ აბრაამ შვა მიდიამ და ასე შემდგომ და არა აბრაამ შვა ისააკ მეტი არ აინტერესებს მათე მახარებელი იტყვის წიგნის შობისა იესო ქრისტესის ძისა დავითისა ძისა აბრაამისა აბრაამ შვა ისააკ და მე იტყვის ისააკ შვა იაკობ საქმეს ეს არის თუ კი ისააკი აგრძელებს აბრაამის გზას მაშინ ისააკის გვერდით ვიღაცა ისეთი უნდა იყოს როგორიც იყო აბრაამის გვერდით ისე ვერ გააგრძელებს და აი ამ ადგილას კიდევ ერთხელ წმინდა წერილი კატეგორიულად მოითხოვს წმინდა წერილი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს რომ მამამთავრის გვერდით ღირსეული დედა თუ არ დადეს და წმინდა წერილი სავსეა ღირსეული დედათა ისტორიით სავსეა და მათი უზენაესი შესაკრებელი და ანგელოზებზე და ყველა ადამიანზე ამაღლებული ყოველ წმინდა ღვთისმშობელი გვეყოლება თქვენ ვერ მანახავთ წმინდა წერილში ადგილს სადაც ქალი უყურადღებოა სადაც ქალი ის არის რა ქვია შეურაცხყოფილია და ასე შემდგომ და ასე შემდგომ მაგრამ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისააკი როგორია ის კი არ აინტერესებს წმინდა წერილს არა ის ქალი როგორი იქნება ის აინტერესებს ისააკი როგორია გითხრა დაწვა საკურთხეველზე მაგრამ მაშინაც განმარტა რატო დაწვა საკურთხეველზე ისმაელი ვერ დაწვებოდა რატო სხვა დედა ყავდა და იმედო სარას გაზრდილი რო იყო აქ აბრაამი ერთეირას დის ისმაელსაც და ისააკსაც აი დედების დიან სხვადასხვანაირად და დედა აქ მნიშვნელოვანი როგორი დედაც იქნება ნუ აღზრდა ვისი ძუძუც აქ ნაწოვი ანუ ძით პოხვა ჩვენ მოსეწინასწარმეტყველზე გავიხსენებთ ამას ვისი ძით არისას დაპოხი ანუ რა აზროვნებითაც არის აღზრდილი ანუ დედა როგორი ყავდა აი ისეთი იქნება შვილი ამიტომაც წმინდა წერილმა თუნდა დაწეროს რომ მესიანური ხაზი გრძელდება ამ მესიანურ ხაზში აუცილებლად ამბავი უნდა მოგიყვას იმის შესახებ რომ ისააკი კი არ არის სარასნაირი ახალი ქალი უნდა გამოჩნდეს აუცილებლად აი სწორედ ამიტომ აბრაამის ღვაწლი არ სრულდება იმით რომ ისააკი მსხვერპლად შეწირა და სარას სამკვიდრებელი სამუდამო სამკვიდრებელი სხეულის ზმარადიული გასასწორებელი დაუმკვიდრა არა რაღაცა აქ დარჩენილი აბრაამს რა არის ეს სარასნაირი ცოლი მოუყვანოს ისააკს აქ ისმის ასე კითხვა ისააკმა მოიყვანოს თვითონ ისააკმა იმას აკეთეს გააკეთეს ეს ყველაფერი ამ კითხვაზე პასუხი ცოტა არ იყოს სპეკულარულია ანუ ვერ იმას ვისაუბრთ რა ქვია ძალიან ვერ გამოვცოთ საუბარს ერთადერთი ისე თქმა შეგვიძლია ვთქვათ რომ და ეს მერეც სიცოცხლის ისააკის ცხოვრებაში რომ როგორ ჩანს ის დიდი სტრესი რომელიც სტრესიც ისააკმა მორიას მხარეში გადაიტანა ამ სტრესის შემდგომ აბრაამი ისააკს ერთგვარად სასათბურე პირობებში ზდის და რაღაცნაირად მაქსიმალურად ცდილობს ის მსახურება რა მსახურებაც ისააკმა გაწია მან თავის წინ რაღაცა შვილს ბოლომდე მისცეს რაღაცა ის კომფორტი და კომფორტის მას უნდა დაეხმაროს შესამომავლო მსახურების გასამართავად ამიტომაც აბრაამი თავისთან მოიხმობს თავის უერთგულეს მსახურს და სწორედ მას დაავალებს ისააკს მოუყვანოს სული ხა ვინ არის ეს უერთგულესი მსახური წმინდა წერილი არ ასახელებს ანუ ჩვენ ერთადერთი ვიცით ასეთი სახელის კაცი გასულ ჩვენ ეს კაცი ვახსენეთ უკვე ეს არის დამასკოელი ელიაზარი კაცი რომელიც ემკვიდრე ეგონა თავის დროზე აბრაამს იცით აი რო არ ასახელებს აქ მოსეწინასწარმეტყველი ამას ეს უფრო მიგვითითებს იმაზე რომ ეს დამასკოელი ელიაზარია და არა სხვა აღარ ჭირდება ამ კაცს დაკონკრეტება და თუ გახსოვთ მე გითხარით თავისზე კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ მაშინდელი წერის წესია
ის რაც თავისთავად ცხადი არ კონკრეტდება. აი ხო, მაგ სიტყვაზე პლატონის ციტატა რომ მოვიტანოთ, ხო? და თქვათ რომ ეს პლატონის ციტატა მიუთითოთ, ხო, კითხვისათვის შეურაცხყოფილია ინდივიდუალური ერუდირებული მკითხველისათვის. ამიტომ მოსაწინააღმდეგე არ აკონკრეტებს და ზუსტად ეს მიგვითითებს, რომ ეს სწორედ დამასკოველი ელიაზარი უნდა იყოს და თავისთავად ცხადია საეკლესიო ეგზეგეტიკაში ამ ერთგული მსახურის სახე ყველგან წარმოქმნილია როგორც დამასკოველი ელიაზარი. დამასკოველ ელიაზარს ევალება მოუყვანოს ცოლი ისააკს. სხვაგვარად რო ვთქვათ, ის ვინც მემკვიდრე ეგონა ა ブラ ამს, ახლა ცოლი უნდა მოიყვანოს იმას, ვინც ნამდვილი მემკვიდრე აღმოჩნდა ა ブラ ამის. ამ წიაღში ტრიალებს ა ブラ ამი. მაგრამ ნახეთ, რა არის საინტერესო. პირობა არის ასეთი. წადი და ჩემს შვილს ცოლი მოუყვანე ჩემი სამშობლოდან. ა ブラ ამის სამშობლო თუ კი გავიხსენებთ მის სამიგრაციო გზას არის ქალდებელთა ური. ქალდებელთა ურში არ უნდა წავიდეს სწორედ. მიდის ხარანში. ანუ ეს გახლავს მცირე აზიის მისადგომებია პალესტინის ჩრდილოეთით. ჩანს ა ブラ ამი წამოვიდა რომ დატოვა ქალდებელთა ური, მისი ძმა ნახორის წამოვიდა მისგან. ამიტომ ძალიან სიმპტომატურია წმინდა წერილში, როდესაც თხრობა იწყება, როდესაც თხრობა სრულდება სარას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მოგვიყვა წმინდა წერილი ა ブラ ამის მიერ ისააკის ხომშეწირვას. თითქოს და მოულოდნელად ის იწყებს ა ブラ ამის ძმის ნახორის მოდგმის გენეალოგიის ჩამოსახელება. რა შუაში იყო კონტექსტუალური სულაც არ არის. არ არის კონტექსტუალური, სულ სხვა ამბავს ყვებოდა და სულ სხვა ამბავზე გადახდა. თუნდაც არ გადახდა. თუნდაც საჭიროა ვინაიდან ახლა აქ აი ამ წიაღში ა ブラ ამი გააგზავნის თავის მსახურს ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხოგანგებულების რეალიზებისათვის. უნდა წავიდეს და ცოლი მოუყვანოს თავისი სამშობლოდან, ну თავისიანებიდან. რატო ჭირდება თავისიანებიდან ცოლის მოყვანა ისააკისათვის ა ブラ ამს? ახლა წარმოიდგინეთ ეს რაღაცა. აი, აქ როგორ არის ახლა ა ブラ ამმა რო თქვას, რომ ჩემი შვილისთვის ცოლი მინდა. და ვინ მომათხოვებს, ვინ მიათხოვებს ჩემს შვილს თავის ქალიშვილს. ну წარმოიდგინეთ ახლა მიწაშუქნიან ა ブラ ამს და თავსევლებიან. ახლა რა მოხდებოდა, ხო? ვინ არ დაინტერესდებოდა ა ブラ ამთან დამოყვანებით. ანუ ა ブラ ამი ამას უყურებდა სწორედ. ისააკი ცოლი კი უნდა მოიყვანოს. ისააკის შვილმა ისააკის შვილისთვის დედა უნდა მოიყვანოს. აქ ისააკის ცოლზე არავინ არ ფიქრობს. პირდაპირ არის ეგზეგეტიკაში გადმოცემული სხვათა შორის არც ერთი ბიბლიური თავი ისე არ შემოყრებს ერთად იუდაურ და ქრისტიანულ ეგზეგეტიკას, როგორც ისააკის ქორწინება. ძალიან უახლოვდება, აი არც ერთ ხრობაში ისე გვერდიგვერდ და ხელი-ხელ ჩაკიდებული არ დადის ქრისტიანული და იუდაური ეგზეგეტიკა, როგორც ისააკის ქორწინებასთან დაკავშირებით. ყველა ამაზე საუბრობს, რომ ა ブラ ამი აქ ზურავს არა შვილზე, არამედ შვილიშვილზე. იმიტომ რომ ის ცოლის მოყვანა, ვინც აქ ისააკის ცოლი ვინ იქნება, ამის პრობლემა არ არის. აქ ისააკის შვილის დედა ვინ იქნება, ამის პრობლემაა. ვინაიდან იცის ა ブラ ამა, რომ სწორედ სარას დიდი დედობა შეაძლებინა ისააკს საკუთრებაზე დაწოლა და ა ブラ ამა იცის, თუ ამ მოდგმაში ღვთის დიდება უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია რა. აი ამ მოდგმაში სარასნაირი დედები არ მოაკლდეს. ამ დედების ნაკლებობა ღვთის დიდებას მოაკლებს ამ მოდგმას. ამიტომაც იქიდან რა იცის ა ブラ ამა რა ხდება იქ. აი აქიდან ჩვენ ცოტა მოგვიანებით კიდე გვაქვს წმინდა წერილში ამაზე მოწმობა თავის ადგილას მიგითითებთ ამ როცა მივალთ აქ თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩანს ა ブラ ამს აქვს ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ არა მკაცრი მონოთეიზმით, როგორც ა ブラ ამს აქვს, მაგრამ აი იქ ძმის სახლში წარმოდგენა ა ブラ ამის ღმერთის შესახებ არსებობს და შესაბამისად არსებობს ის ეთიკა, არსებობს ის კულტურა, არსებობს ის სულიერება, რა კულტურითა და რა ეთიკეტად აღზრდილი ქალი სარას კარავში შეიძლება იყოს შეყვანებული. აი ამის იმედია. მაგრამ რამდენად არის ბოლომდე გათუცნობიერებული ა ブラ ამი ამაში ვერ გეტყვის, მაგრამ ა ブラ ამს ერთი რამის იმედი აქვს. ვინ არის ეს ერთი? ღმერთი თვითონ მოუნახავს ამას ყველაფერს. ამიტომ ეს ძალიან კარგად დაჩანს აი ამ დიალოგში ა ブラ ამი ეუბნება ელიაზარს, წადი და იქიდან მოუყვანე და ელიაზარს კითხვა უჩნდება. რას ისავს იქიდან მოუყვანე ჩემს შვილს სულ? და რო არ წამოყვეს? რატო უნდა წამოყვეს? წარმოიდგინეთ რა ის სხვა არ არის, რა ქვია, თბილისიდან ზესტაფონში ჩავიდეს ვიღაცა და ქალი ითხოვოს და სკაიპით ელაპარაკოს. რა იცის იქ სად მიდის, ვინ მიდის, ან საერთოდ ვინ ახლა? უნდა წამოვიდეს, მთელი ქვეყნები უნდა გაიაროს და სამუდამოდ უნდა მოწყდეს მამამისისას. სამუდამოდ, სად კულტურულ გარემოს უნდა მოწყდეს.
ელიაზარისთვის წარმოუდგენელია, ახლა ეს 100 კილომეტრების მიღმა ხალი ადგება და სრულიად უცხო კაც გაყვება. რანაირად უნდა მოხდეს ეს? აბასო ეკითხება. შენი შვილი წავიყვანო იქ, ანუ იქნება ამით მაინც შეასრულოს ედგულმა მსახურმა აბრაამის დავალება, რომ წაიყვანოს ისააკი, გააცნოს და ამ ნაცნობების შესაძლებლად შედეგად მოახერხოს ამ ქალის ამოყვანა. არა. აბრაამი კატეგორიული წინააღმდეგია, ჩემი შვილი აქედან გაიყვანო. ისააკი იქნება ერთადერთი მამამთავარი, რომელიც აქტიური მიწის საზღვრებს არ დატოვებს, სულ აი ამ საზღვრებში იტრიანებს. ჩემი შვილი იქით არ წაიყვანო. ის თუ სარასნაირია უნდა გამოყვას. აი ეს არის აბრაამის იდეა. რატო რას ნიშნავს ამას ჩვენ ამას ვიტყვით აუცილებლად. ხა ელიაზარი კიდევ უფრო იმას დიდ საგონებელში ჩავარდა. ის არ გამოყვეს, ეს არ წაიყვანოს. როგორ დააოჯახოს მაშინ? ქანაანელი ქალები დარჩა. ქანაანელი ქალი გამორიცხულია. ფიცისაგან იქნება თავისუფალი. ანუ ერთადერთი გზა აი ელიაზარს მოუსწო ყველანაირი გამოსავალი. არ ჩემ შვილს წაიყვან, იმ ქალსაც აქეთ წამოიყვან და აქაურ ქალსაც არ აკოწინებ. აი ამ აბსოლუტურად გაუგებარ მდგომარეობაში ელიაზარი დარჩენილი. რა გააკეთოს ამას? ამ გაუგებრობას კიდე ემატება ერთი საინტერესო დეტალი. საზარდულ ქვეშ ამოადებინებს ხელს აბრაამი და დააფიცეს უძველესი წესი. ოდესაც საზარდულ ქვეშ ხელის ამოდება ხდებოდა და იფიცებოდა ფიცი მიდიოდა არა ფიცი ისმენდა არა ის ვის წინაშე ვის საზარდულზე ცხელი იდო არამედ ის მოდგმა რომელ მოდგმასაც ღმერთი მოუყვანდა ამ ადამიანს ანუ იყო მოდგმის წინაშე პასუხისგებელი ეს ფიცი თავდებოდა არა ამ კაცთან არამედ მოდგმის წინაშე გადადიოდა ეს ფიცი და წყევლად წამოვიდოდა მოდგმიდან და იმ ღმერთიდან რომელი ღმერთსაც ეს მოდგმა რომელი ღმერთიც ამ მოდგმას ეყოლებოდა ამიტომ საზარდულ ქვეშ ხელის ამოდება და ასე დაფიცება იყო ძალიან ძიმე და ძალიან ისეთი რა ქვია ხო საპასუხისგებლო რა ელიაზარი გამოასხავს 10 ათაქლემს იმას რა ქვია აბრაამის ქონები სახლიდან. მეგობრებო, აქლემი აქ იხსენიება და წმინდა წერილში ამ ადგილას აქლემის მოხსენება უნდა უკავშირდებოდეს ერთადერთ რამეს. ამ ტერიტორიაზე აქლემები წესით ბიბლიური არქეოლოგია ამას გვეუბნება, რომ ცოტა მოგვიანებით უნდა შევიდეს ამ დროისათვის აქ შეიძლება აქლემები არც ყოფილიყო, მაგრამ მაინც ხდება მითითება რასთან დაკავშირებით, იცით რომ აი აქლემი ეს იყო მდიდარი კაცის საქმე. მოვიდგინოთ ლიმუზინი, ხო, ლიმუზინი მდიდარ საფას, ხო, სხვა შეიძლება ცირემით მანქანითიაროს, ხო? აი აქლემები მიწყავდა, ეს ძალიან მდიდარი იყო და შეეძლო აქლემების შენობა. 10 აქლემის სიმდიდრე. წარმოგიდგენთ, ხო? აი აბრაამს ამ ხელა სიმდიდრე, ხო, 10 აქლემის სიმდიდრე დაიტვირთება და ელიაზარი წავა აი ამიდან, რა ქვია, ქებრონიდან წავა ხარანისაკენ, ანუ პალესტინის ტერიტორიიდან, ღრმა შიდა ტერიტორიიდან წავა მცირე აზიის მიმართულებით. წმინდა წერილი ჩვენ არ გვეუბნება რამდენი ხანი იარა ელიაზარმა. ამ გზას კიდე ერთი მამამთავარი გაივლის, მაგრამ მეორე შემთხვევაში, როდესაც გვექნება დაკონკრეტება საუბრისა, ჩვენ ვნახავთ იქ გზაზე მოგზაურების ელემენტებს, მაგრამ აქ არ გვესაუბრება წმინდა წერილი. ამიტომ საეკლესიო ეგზეგეტიკაში არის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც აბრაამი ეუბნება ელიაზარს რომ ღმერთი რომელმაც ამახეტიალა მამაჩემის სახლიდან ის თავის ანგელოს გამოგიგზავნის და ის მოგიმართავს ხელს აი ასე აბრაამის ლოცვა შეეწიაო ელიაზარს და თითქოს ერთი დღესავით გაიარაო ამ ხელა გზა ელიაზარმა იმიდან ხარანიდან იმამდე მაბადეთ ქებრონიდან ხარანამდე ნახეთ რა არის საინტერესო აქ ძალიან საინტერესო მომენტი რა არის ელიაზარი მიადგება ქალაქს და აი აქ ჩვენ ეწავს ხობა უნდა შევწყვიტოთ და ყურადღება მივაქცევთ ერთ ასეთ დეტალს. მეგობრებო, ქალაქები ხშირად ქალაქები საერთოდ შენდებოდა ისეთ ადგილას, რომელი ადგილასაც შესაძლებელი, რომელი ადგილის მახლობლობაში შესაძლებელი იყო წყლის მოპოვება. ისე ქალაქები უნდა შენდებოდა. ხო, წყალი უნდა ქონოდა აუცილებლად. და ეს წყალი ჭაში ხდება, წყლის რა ქვია, მოგროვება და ყველა ქალაქს აქვს თავისი ჭა. ყველა ქალაქს აქვს თავისი ჭა. ჭა ორი სახისაა. ერთი გვაქვს ჭა, რომელიც მარტივი რეზერვუარის ფუნქციებს ასრულებს. ანუ ეს ამ ჭაში წყალი თუ დადგება მხოლოდ წვიმის წყლების ხარჯზე. და მეორე არის ჭა, რომელიც მიწის წყლებიდან იკვებება და იქ წყალი სულ არის. შესაბამისად,
აი ეს პირველი ჭა, რომელიც რეზერვუარის ფუნქციებს ასრულებს, ამასთან ამის იმედად ქალაქი ვერ აშენდებოდა. ეს უფრო ცხენსებისთვის იყო განკუთვნილი სხვადასხვა ადგილას. მაგრამ ქალაქი სადაც შენდებოდა, ქალაქის ჭა, რომელიც ქალაქს ეკუთვნოდა, ის სწორედ მიწისძვრების ხარჯზე იკვებებოდა და აი, როგორ იყო, იცით, სიკვდილით სჯიდნენ თუ დაიჭერდნენ ვიღაცას, რომელმაც ამ ჭაში სილა ჩაყარა და ეს ჭა მიწით ამოავს. ეს იყო, უდიდესი დანაშაული ქალაქის წინაშე. ამიტომ ამ ჭას ჰქონდა თავისი თავდაცვითი ფორტიფიკაციები და თავისი თავდაცვითი ნაგებობები. ამ ჭიდან წყლის მოხმარებაც წესების მიხედვით ხდებოდა. ეგრე არ იყო, რომ მიხვიდოდი და ჭიდან წყალს წამოიღებდი, არა, ჭასთან მისვლის დრო იყო. შეიძლება დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ, მაგრამ მთელი ქალაქი უნდა მისულიყო ამ ჭასთან, ეს წყალი მოიყვა, მთელი ქალაქი ზრუნავდა ამ ჭაზე. შესაბამისად ეს ჭა იყო დახურული და ამ ჭის გადახდა ხდებოდა მაშინ, როდესაც აი შემოკრების დრო იყო, მთელი ქალაქი გადაწევდა ამ დიდ ლოდს, ჭიდან წყალს მოიხმარდა და დაახურებდა ხოლმე. ამიტომაც ზოგადად ცნობილი იყო აი ამ ტერიტორიაზე, ახლო აღმოსავლეთში ჭასთან გასვლის დრო. ამ დროს გადიოდნენ ხოლმე ჭასთან. აი ელიაზარი, როდესაც მივა ამ ქალაქთან, მივა სწორედ იმ დროს, როდესაც ჭასთან ქალიშვილები გამოდიან წყლის ასავსებლად. ანუ ეს არის მიმწუხრი და ანუ ჭიდან წყლის ამოღების დრო. ზოგადად ჭა ძალიან საინტერესოა წმინდა წერილში. ჭასთან შეხვდება ახლა ელიაზარი ისააკის საცოლეს, ჭასთან შეხვდება თავის საცოლეს იაკობი, ჭასთან შეხვდება საცოლეს მოსე. მე თქვენ გაგახსენებთ, რომ ჭასთან ეხება საუბარი მაცხოვარს სამარიტელ დედაკაცთან და სიცოცხლის წყლის შესახებ ეხება საუბარი. ამიტომაც ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში ჭა, რომელიც მიწისწყლების, ანუ ცოცხალი წყლით იკვებება, გახლავთ სახესიმბოლო ყველგან, სახესიმბოლო გახლავთ მაცხოვრის მცნებებით კვებისა. აი ამ წყლის ამოვსება, ამ წყლის ამოღება არის სახესიმბოლო მაცხოვრის მცნებებით დარწმუნებისა და კვებისა. შესაბამისად, რადგან აი ეს მოგზაურობა ამ ჭას დაუკავშირდა, ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში გვაქვს ძალიან საინტერესო სიმბოლო, რომელიც ალექსანდრე სკოლას ეკუთვნის, რომ აი აბრაამის სიმბოლოა ზეციური მამისა, ელიაზარის სიმბოლოა წინასწარმეტყველისა, ისააკის სიმბოლოა ჩვენი მაცხოვრისა, ხოლო ის ქალი, რომელიც დაიწინდება ახლა, სიმბოლოა ეკლესიისა, რომელიც ეკლესიას დაწინდა ჩვენმა მაცხოვარმა. შესაბამისად, ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ აი ეს ჭა მაგალითად აი ორიგენე პირდაპირ ამბობს, რომ ნახორის ქალაქის ჭასთან მიახლება ქრისტეს მოძღვრებასთან მიახლების წინა სახეაო. ახლა ელიაზარი წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, წარმოვიდგინოთ ესეთი მდგომარეობა. ელიაზარი მივიდა ამ ქალაქთან და მივიდა იმ დროს, როდესაც ქალიშვილები უნდა გამოვიდნენ ამ ჭასთან. წმინდა წერილში წერია ლოცვა, რომელი ლოცვითაც ირიცებს ელიაზარი. ეს არის უნიკალური ლოცვა წმინდა წერილში. ძალიან საინტერესო. ნახეთ. ელიაზარი ლოცულობს ასე: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაამისა. აჰა დგავარ ამ ქალაქის შესასვლელთან და გამოდიან ამ ქალაქის ქალიშვილები წყლის ასავსებად. ქალიშვილს რომელსაც ვეტყვი, დამალევინე წყალი მეთქი და მეტყვის. დამალევინე წყალი მეთქვა, წყალს დამალევინებს და მეტყვის. რომ შენ საქმეებსაც დაგეწვავ, ჩემ საქმეებსაც დააწყობებს, აი ის იყოს ჩემი ბატონის ძის საცოლე. ანუ ელიაზარი ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის. ღმერთს აბარებს ყველაფერს. აი ღმერთმა რა უნდა გაუკეთოს ღმერთო. ანუ რა ნიშანი უნდა მისცეს მე წარმოიდგინეთ. ელიაზარს ყავს 10 ახლები. და ახლებს დაახლოებით ჭირდება 100 ლიტრა წყალი იმისათვის, რომ მან იმას აკეთოს, ხო, მათ ახლებს 100 ლიტრა წყალი. და ნახეთ ელიაზარი რა სიტყვობს. ელიაზარი არის ჩვეულებრივი მგზავრი, სხვათა შორის ეს რა ქვია, ერთ-ერთი მამა ამბობს, გამახსენდება იმის სახელი, ეფრემასურია თორსტები ამბობს, რომ ეს ლოცვა ელიაზარმა გონებაში თქვა, კი არა დაჩოქილი კი არ არის და ესე კი არ ევედრება, ახლა ვიღაცა ყურადღება მიაქცევს, არა, ელიაზარს ახლა ყურადღებას არავინ არ აქცევს. დგას და აი გოგოებს უყურებს, ეს გოგონები მოდიან, დგას და გონებაში ლოცულობს ასე, აი ყურადღებას არ ეპყრობს არავინ. ვინ არის ელიაზარი? ხარანის კუდრებისათვის, ამ გოგონებისათვის, რომლებიც მოდიან წყლის ასავსებად, რომლებიც გუშინაც მოვიდნენ წყლის ასავსებად და ხვალაც მოვიდნენ. ვინ არის ელიაზარი? ვიღაცა მგზავრი. მგზავრი, რომელიც ნახეს და ზედაც შეიძლება არ შეხედო. მეცაც გეტყვით. რომელიც შეიძლება ცხოვრებაში ვეღარ ნახო. და აი ვიღაცა უცხომ, სრულიად უცხომ, უნდა ითხოვოს წყალი. მაგრამ ვიღაცა უნდა აღმოჩნდეს ისეთი, რომ აი ამ სრულიად უცხოს, რომელსაც შეიძლება ცხოვრებაში ვეღარ ნახოს.
უთხრას წყალი კი არ დაალევინოს მისი აქლემების დარწმუნების ვალდებულებაც იკისოს და როგორ მეგობრებო წმინდა წელში აშკარად ჩანს ამ წყალთან ამ ჭასთან მისასვლელი კი არა ამ ჭასთან არის ჩასასვლელი ანუ ამ სრულიად უცხო გოგო სრულიად უცხო აგრაფის ვალდებულება რო არ აქვს ესე რო ამოვა ჭიდა და ამ უცხოს ნახავს და ეს უცხო ეთქოს წყალი დამალევინო უნდა დაალევინოს და კიდე ჩავიდეს ჭისასავსება და რო ამოვა ისე რომ თვითონ არ შესთავაზებს მიაქციეთ ყურადღება თვითონ არ შესთავაზებს ამ გოგოს ინიციატივითვე ეს გოგო ეთქოს მოდი ახლებებსაც დაგეწყულებო რატო უნდა გააკეთოს როგორ ფიქრობთ აი რატო უნდა გააკეთოს ეს ადამიანმა მაქსიმუმ რაც არის მოსალოდნელი რა არის მოსალოდნელი რომ აი გოგონამ უთხრას რომ მეშჭა როგორც ყველას ჩემს მამაჩემის სახსაც ეკუთვნის და მიდი დალიე წყალი თუ გინდა მისცეს უფლება ან და მაქსიმუმ აი კიდე ძალიან შორსო წავიდეთ ну кая ერთი გზა ჩავიდეს და იმას აკრას ამ ვიღაც გზავს დაალევინოს ხალი ამის აკლებებს ეს ასობით ლიტრა წყალი რატო უნდა უზიდოს სრულიად გაუგებარი მოდი დავსვათ კითხვა რა სიტყობს ელიაზარი პირდაპირ ღმერთსეუბნება აი პირდაპირ ღმერთსეუბნება აი ასე რომ გააკეთებო ეს იქნება ჩემთვის გასაგებია რა სიტყობს ელიაზარი რა ნიშნება და რომ სასწაული არის ეს მაგრამ სასწაული რა ნიშნით უნდა გამოვლინდეს რისი ხილვა უნდა ელიაზარს ამ ხალში ეს ხალი როგორი უნდა იყოს რა როგორი უნდა იყოს ეს სტუმართ მოყარე უნდა იყოს აუცილებლად სტუმართ მოყარე უნდა იყოს და ჩოხტების საოცარ გასაღებს აი აქ ხვდები სწორედ ვინ ყოფილას არა და თურმე როგორ დედა შეუძლია ისააკის აღზრდა ხალი რომელიც არის სტუმართ მოყარე აი სწორედ ამიტომ მივიდა ის სამი სტუმარი აბრაამის სახლში ჩვენ მაშინ ვილაპარაკეთ და ვთქვით რომ ის სამი სტუმარი აბრაამთან არ მისულა აბრაამს ახალი არაფერი გაუგია სარას აქის გამოცხადება სტუმართ მოყარეობა ქალის სტუმართ მოყარეობა ეს არის ის სამშვენისი რომელიც მის სულს ამკობს და როდესაც მე ხშირად იმას შვები ხოლმე ამას უკვირდები ძალიან უფიქრდები ხოლმე ჩემი ქვეყნის, ჩემი ერთობის ისტორიას, რომელიც სტუმართ მოყარეა. ჩვენს ბუნებაში, ჩვენს ხასიათში სტუმართ მოყარეობა. იმიტომ კი არა ასეთი ვართ. საიდუმლო ამაშია სწორედ. ასეთი დედების შვილები ვართ. ასეთი კაცების შვილები კი არა ვართ, არა ასეთი დედების შვილები ვართ. ქართული ქალის, ქართული დედის მახასიათებელია სწორედ სტუმართ მოყარეობა. რატო? იმიტომ რომ სტუმართან ასაკეთებს ქალი. მსახურობს. მსახურების გამომავლინებელია. კი ჩვენ დღეს რაღაცაზე დღეს კი არა ყოველთვის ასე იყო თავის თავაცხადია სტუმარი ხიარულება და სტუმართან ხდება რაღაცნაირად აი რაღაცა ეს გამხიარულება და შვება, მაგრამ სინამდვილეში თუ დავაკვირდებით სტუმრის მოსვლა სამხიარულოა იმდენად რამდენადაც ოჯახში ჩდება მსახურების აუცილებლობა. მსახურება უხალია იმ დროს ქალს. აი უსტუმრო ოჯახი ამიტომ არის მძიმე, უსტუმრო ოჯახი ამიტომ არის რთული. და იქიდან კარგი არაფერი აღმოსავლეთელი. აი აქ ამ ადგილას ხედავ ჩვენ. ელიაზარიმა იცის, აბრაამა დაავალა, სარასნაირი უნდა მოიყვარო, თუ სარასნაირი უნდა მოიყვაროს, სარასნაირის ყველაზე კარგი გასაღება, ყველაზე კარგი მონახვა შეიძლება ამნიშნოს. სტუმართ მოყარე უნდა იყოს ეს კაცი. თუ სტუმართ მოყარე არ არის, სარასნაირი ვერ იქნება. და მართლაც წმინდა წელში წერია საოცარი სიტყვები, აი ეს კარგად არის და წასაკითხი და გასაგები. ელიაზარს ლოცვა დამთავრებული არ ქონდა. ანუ ეს ის კი არა, ელიაზარმა ლოცვა დაასრულა და ის მიყუდებული ახლა თავის იმაზე და ელოდება აბა ერთი რომელი კი იმას არა, ლოცვა დამთავრებული არ ქონდა. ვიღაცა გოგონას თვალებს შეხვდა მისი თვალები. ვინ არის ეს გოგონა? და რატომ მიიქცია ელიაზარის ყურადღება, როგორ ფიქრობთ? ლამაზია. წმინდა წელი ამას ხას უსვამს. ყველა მამამთავრის სული იყო ძალიან ლამაზი და წმინდა წელი ამას არ მაღლობს. ფიზიკურ სილამაზეს, წინა პლანზე გამოვიდა ზოგადად ქრისტიანობა არ გაუღის ფიზიკურ კეთილობას. ლამაზი გოგონა ეს. და მე თქვენთან ახლად დროს აღარ გავიყო. წინა წელში რა წერია. მოკლედ გეტყვით. მე წარმომიდგენია თვალე გაფართოებული, პირდაღებული ელიაზარი როგორ იდგა იქიდან, რაც მოითხოვა, არა ითხოვა, არამედ მოითხოვა ღვთისაგან ელიაზარმა, სიტყვით შეუსრულდა ზუსტად ის დამიჯები იდგება. ეს გოგო დაალევინებს და მე თავის ინიციატივით დაიწყებს ზემოთქვამო წირბელს და ამის აქლებებისათვის წყლის ზიდვას. და ელიაზარი ამას უყურებს. უყურებს და ვის უყურებს, ვის ხედავს, ვინ დარბის ახლა სარა გაწუწყდა.
სარა ეს კი ფიზიკურად პირობულად სარა არ არის, მაგრამ ეს არის სარა ასეთი იყო. აი ეს არის სწორედ ამისთვის და აი ეგ მიხვდება ელიაზარო აბრაამის ლოცვა შეისმინა ღმერთმა. სარასნაირი კალია პოვლინა და მოიგებს საყურებს სამაჯურებს გაუკეთებს ამ გოგონას, ეს არის რებეკა, მომავალი ცოლი ისააკისა, მამამთავარი ისააკისა, მართლა საოცრება და ჩვენ ამას ცოტა მოგვიანებით ნახავთ. 10 ბეკაყიანი იყო ეს ისააკია სამაჯურები და არის აზრი რომ ესე იგი 5 აქეთ ეს 10 ოქროს სიტყვის ანუ 10 მცნების წინასახე იყო, რომელსაც ის ხალხი მიიღებდა, რომელი ხალხიც ისააკისაგან და რებეკასაგან წამოვიდოდა ასევე ამ ძვირფასეულობის ამ სამაჯურების და მსახურების გადაცემა სახეს სიმბოლოა იმისა რომ ძვირფასი და მისსა ქრისტენ თავის ეკლესიას ვინაიდან ისააკი ამ შემთხვევაში ჩვენი მაცხოვრის სიმბოლოა ხოლო სარას დაწინდვა არის წარმართებში თავისი ეკლესიის დაწინდვა როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს რომ ქრისტესათვის მან დაწინდა ეკლესია და აი პავლე მოციქული როგორც მოციქული როგორც ასე ვთქვათ შუამავალი ცოტა სიტყვა ამ ამას ვთქვათ დესპანი სიტისა სასულსან ეკლესიასთან აი სიმბოლოებია დატანილი. აი უცებ ეს გოგონა, როდესაც ხან წარმოიდგინეთ როგორ ეს არის, ამ გოგონამ დაალევინა წყალი. და ვიღაცა გაუკეთა სამაჯურები და დანიშნა. ეს გოგონა ეუბნება რომ გაუგნებულია და სახში ეპატიჟება. რომ აქლემების სადგომი იცა გვაქვს ისე რომ ამ ქროპირი აქცევს ამას ყურადღებას კი არ ნებართვას კი არ იღებს, არა თვითონ იჭერს ამ ინიციატივას, რომ წამობძანდეს სახში. ვინ არის ეს? ათქმევინოს იქნება ვინ არის კაცო? არა აინტერესებს, ისე უხარია სტუმარი. და გაიქცევა მე ეს სახში და მივარდება თავის ძმასთან. მისი ძმა არის ლაბანი. ჩვენ კაც კიდე შევხვდებით მე. ცოტა სხვა ნიშნით. ახლა ცოტა სხვა ნიშნით ვყვებით, მაგრამ მე შევხვდები და ვნახავთ რომ ეს ძალიან გაიწვერა ვინმე იქნება. მაგრამ ამ შემთხვევაში ის როგორც გაიწვერა, არ არის ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი კარგი შტრიხებით არის წარმოქმნილი, რომ მოგვიანებით ვნახავთ ამას კიდე. და ეს ძმა ძალიან საინტერესოა, თავის დასუხა წაიწყალი მოიტანა. და ერთამ და მოირბინა გათხოვდია. ესე არ ხდებოდა გათხოვება, ხდებოდა მთელი, ხო? გაგიჟდეს ლაბანი, გავარდა ერთი ვინ არის, დაინახა აი ეს კაცი, მაგრამ ეს ვიღაც კაცი კი არის. ჯერ ეს აკლემები ყავს და აშკარად დიდარია ვიღაცა. და ეს აკლემები დატვირთულია ამით, რა ქვია. დაპატიჟებენ სახში, მოვა ლაბანი და მოდი ჩვენ ახლა დავსვათ კითხვა. რა არის ეს სიმდიდრე? ჩვენ ვიცით რომ ელიეზარი წამოვიდა, ხო? წამოვიდა ქალის დასანიშნავად. და ეს სიმდიდრე არის მზითვები. ადრე იყო ასე. ყოველ შემთხვევაში ამ კულტურაში, კულტურაზე ვსაუბრობთ, მზითვები ქალს არ მიქონდა ქვის სახში. ქრას მიქონდა ქალის სახში, პირიქით იყო. ანუ როგორი ვიცით? ხო, ორნაირად არის რა, ორი აზრია. პირველს მიავეთახობი, მაინც ვიტყვი, მაგრამ მე უფრო მეორე ას ვეთახობი, რომელიც ასევე მუსილებს 13 წელში. პირველი აზრით, რომელიც აი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მეგობრებო, გახლავთ ისო, თითქოს და სასიცო, სასლოს ხიდულობდა და ეს იყო, ეს სიტყვები იყო, ეს ერთი აზრი, რომელსაც მე მართლა ვერ დავეთახობი. მაგრამ არის მეორე ძალიან საინტერესო ისა, რომელიც მე წმინდა წელში რამდენჯერმე დასტურდება. რა? კი არ ხიდულობდა. არა, ეს იყო წინდი. წინდობა აქედან მოდის, ეს იყო წინდი, ანუ სასიძო აცხადებს, რომ აი ამ ქონებას შენ ოჯახში ვდებ და შენი ქალი მიმყავს მე, რას ნიშნავს შენი ქალი? ამ ქონების წინდი არ მიყავს, არა, ეს ქონება გარანტია იმისა, რომ შენ ქალიშვილს არაფერი გაუჭირდება რა. თუ რამე გაუჭირდება, ეს ქონება არის სწორედ ის, რითაც მას მიეხმარებიან, მაგრამ მე სიძე ვალდებული იქნება, ეს დააბნოს. ანუ ეს რაღაცა წინდის სახით სულდებს როგორც გარანტი მამისაგან გაშვებული შვილისათვის. სულდებს. აი ხარჭას ეს არ ქონდა. ამიტომ ხარჭას სხვა უფრო ეს ცოლად ხოვის ის არის. ანუ პირველი ცოლი, თავარი ცოლიც არის. ეს ხარჭები რო ყავთ, ხო? ხარჭებს ეს არ ევალება და ამიტომ სხვა პირობებია და კანონი სხვანაირად აწესდება. ჩვენ ყურადღება რას მივაქცევთ ის რომ აი სიმდიდრე იყო სინამდვილეში. სიმდიდრე ამ შემთხვევაში აბრამის შემთხვევაში სიმდიდრეა, მაგრამ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად იწოდებოდა, ხო? ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა. ეს იყო წინდი, ანუ დატოვება მამის სახლში რაღაცა ისეთისა, რომლის მიხედვითაც მამა იქნებოდა დარწმუნებული, რომ ჩემ შვილს ამე თუ გაუჭირდება, აი ეს ამ ქონები დავეხმარები და შემდგომ სიძე ამას ისევ შეავსებს და ამიტომ ეს სვანურშია, ხო? ოჯახი ნიშნავს ქორს. ქორი ოჯახის ნიშნავს და აი ქართული ქორწილიც ამას უნდა ნიშნავს, რომ ოჯახში წილდება. რაღაც ოჯახში წილის დადება და იქიდან უნდა მოდიოდეს ეს ძალიან საინტერესო მომენტია.
ახლა ეს ლაბანი არის გაოცებული და გაუთხოვდა ვიღაცა ძალიან მდიდარი კაცია მოსული და სასწრაფოდ გაშიც ახლა საქვია ეს მეგობრებო ეს წარმოვიდგინოთ რომ ელიაზარი 10 აკლიმით მის მარტო ელიაზარი კი არის ელიაზარი მის დელეგაციასთან ერთად ამას დაცვა ჭირდება და ამას რაღაცა ისჭირდება შეერაგებული ჭირდება რომ არ გაძარცვა მზაში ელიაზარი ძალიან დიდი დელეგაციით მივიდა გაიშალა სუფრა და ელიაზარი ამბობს არ დავждები მე ტრაპეზთან სანამ არ მოყვები იმას რატო ვარ ჩამოსული და მოყვება იმასაც მოგიყვებით და ყველაფერს ვისგან წამოვიდა ვისი მსახურია რატო წამოვიდა გზაში რა მოხდა როგორი ლოცა მე ამ გოგომ ყველაფერი როგორ შეასრულა და რატომ დანიშნა და რატო გადასცა ეს საყურები და სამაჯურები ამას ისე მოყვება ლაბანი და ლაბანის დედა მამა გადაცული ყავთ ლაბანი და ლაბანის დედა ანუ რებეკას ძმა და რებეკას დედა ორივე ხმამაღლა იყვეს ღმერთის დება ეს ორივე აღიარებს რებეკა გათხოვდა იმდენად ჩანს ღმერთის ხელი აქ იმდენად ჩანს გაიშლება ტრაპეზი დალოცავენ რებეკას და აღნიშნავენ რებეკას გათხოვებას მაგრამ წმინდა წერილში რაც გელაპარაკეთ მეგობრებო და რაც წერია იმაზე მეტი აი ახლა ნათქვამი აი მე თავის დროზე ესო წავიკითხე მართლა გავჩერდი ანუ აი რანაირად შეიძლება ეს გააკეთოს ადამიანს მეორე დღეს ლაბანი გამოვიდა და ხედავს ელიაზარი იცნობს და ემზადება წასასვლელად. წარმოგიდგენიათ. მივიდა ლაბანი და კაცო, ეს შემიდა წყლის სასავსებად რო გაუჟია, გათხოვებული და მიმრუნდა უკან. აი, ვაღიარებო გათხოვდა, აი, გატა. 1-10 დღე მაინც დარჩეს უხსაში. ეს სულ არ ელოდება ახლა ლაბანი რომ ელიაზარი მეორე დღეს აღჭა. ამ ელიაზარსაც ამოვიდა კაცო. ამ ელიაზარსაც ამოვიდა შედალოცულო. ეს 10 დღე პატივის მეტი არაფერი ეკრება ეკა, ხო? დარჩეს ეს 10 დღე რომ ლაბანის სახლში მოისვენოს, დაისვენოს, საჩქარებს, აი საჩქარებს. ელიაზარი უპასუხებს საჩქარებს. აბრაამი ელოდება. და ელიაზარმა იცის რომ გარკვეული პერიოდის მერე აბრაამი სუგზისკენ იყურება და ელოდება, როდის გამოჩნდება მისი მსახური. და ელიაზარი ძალიან კარგად ხედავს თავისი ბატონის დაღლილ თვალებს, თვალები ძალიან იღლება ლოდინისას და ძალიან მძიმეა ლოდინი. კი აბრაამი ელოდებოდა შვილსაც. დიდხანს ელოდებოდა შვილს. აბრაამა იცის რას ნიშნავს ლოდინი. მოწმე აბრაამისთვის ეს გასაგებია, მაგრამ ელიაზარია სხვანაირ დამოკიდებულებაში. ელიაზარს თვალწინ უდგას აბრაამის დაღლილი თვალები. ერთ დღესაც ვერ დარჩება. რადგან ძალიან კარგად იცის რომ ვერ მოისვენებს, ვერანაირი პატივისცემა მისთვის მისაღები ვერ იქნება, თუ კი აბრაამი ელოდება მას და რო უთხრას იქ აკლემი წამექცა, იქ რაღაც არ გადმონეკოს ახლა აბრაამა და უხსებ არ გაიგოს ადახა ამდეხავს. თავისუფლად ამ დღეს ამენაირად გაუხვიტავს აბრაამს კალენდარში, რა პრობლემაა. პავლე მოციქულია მოსასეც იტყვის. ემსახურე თქვენს ბატონს ერთგულებით არა მაშინ, როდესაც ის ხედავთ. მაგრამ მაშინ, როდესაც ის აკეთებთ. რატო? უფრო დიდი გიყურებთ და ეს საოცარი განცდაა ქრისტიანული რელიგიისა, რომ მე როდესაც ვარ ერთგული, სინამდვილეში ვარ ერთგული არა შენი, არამედ იმისა, ვინც შენს საერთგულოდ დამაყენა, ღმერთს ვერთგული. რელიგიური აქტია ჩემ, არ არის სოციალური აქტი, რელიგიური აქტი. ამას ძალიან თქო დააკვირდეს, მე ძალიან მნიშვნელოვანი რამე დაგითხრათ. ეს არის რელიგიური აქტი. ჩვენი პოსტმოდერნული სამყარო ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ასეთი თავისებურებით. ყველაფერი დაყვანილია სოციალურ პლანში. ურთიერთობები სოციალურად განიხილება. იმ დროს, როდესაც ადრე ურთიერთობების გამსახველი იყო ადამიანის რელიგიური აზროვნება. ამიტომაც, როდესაც სოციალურ იმაში აი როგორ გითხრათ, აი თამასაა დაწეული ქვემოთ. იმ დროს, როდესაც ადრე სხვა ნიშნული იყო და სხვა კრიტერიუმები იყო. პოსტმოდერნულ სამყარომ ეს საკმაოდ დაწია და სოციალურ იმაზე ქვია პლასზე მოაქცია ეს ყველაფერი. ამიტომაც, როდესაც მე დამეკარგა ის ღირებულება, როდესაც მე დამეკარგა ის ნიშნული, რის გამოც უნდა ვერთგულებდე და სულ სხვა ნიშნული გამიჩნდა, რის გამოც უნდა ვერთგულებდე. რატომ უნდა ვერთგულებდე? რა ნიშნულია ეს? მაწყობს დაიმიტო. ჩემი სარგებელია ეს და როგორც კი ეს სარგებელი გამიქრება, როგორც კი მე გამიქრება სარგებელი შენი ერთგულებისა, მე იმ წუთშივე დავასრულებ შენ ერთგულებას. მოუნახავ გზას, თუ სინდისო ვარ, პირდაპირ გიხალატებ, თუ ნაკლებულ სინდისო ვარ, მოვძებნი გზებს, რომ რამენაირად შენი ერთგულებას თავი დავანებო და ახლა სადაც მაწყობს იმის ერთგული უნდა ვიყო.
რატო ისი ბრალი იმიტომ რომ სოციალურ კლასზე დავიდა ეს ყველაფერი იმ დროს როდესაც ერთგულება რა ქვია რა ვიცი მე სიყვარული თავდადება ეს ყველაფერი რელიგიური აქტი იყო ადრე სულ სხვა კრიტერიუმით იზომებოდა სულ სხვა ნიშნული იყო სულ სხვა ღირებულებები იყო ის გაუფასურდა და რაც უფასური იყო ის გახდა ფასეული ეს ფასეული ვეღარ იჭერს ადამიანს ვინაიდან ადამიანის მოთხოვნილებები გაიზარდა რატო ეგოისტი გახდა ადამიანი ღირებულებები ეგოისტური გაუხდა რაც აწყობს იმას აკეთებს და არა ის რაც ამაღლებულ ცნობებს ჭირდება და რაც მსახურება ჭირდება აი აქ ელიაზარი გახლავთ სწორედ ასეთი ერთგული მსახურის საოცარი სახე ვერ მოისვენებს ვერ დაისვენებს რატო იმიტომ რომ ა ブラ ამის თვალები არ ა ブラ ამის ამბი ერთგულება ვერ გააკეთებინებს ამას რელიგიური აქტია ეს ელიაზარისათვის და არა მარტივად იმ მსახურისა რომელიც მემკვიდრე ეგონა თავის დროზე მამამთავარ ა ブラ ამს აი ამის შემდეგ წერია კიდე ძალიან საინტერესო რაღაც წინააღმდეგია ლაპანი არ გაუშვებს ეგრე სადაც 10 დღე მაინც დასჩება ჩვენთან კაცო მე შეგეთქვი და ყველაზე ჩამოვიფეს ვეღარ ნახავთ ამის დროს ვერასდროს და აი ამ იმაში არიან და ლაბანი მონახავს ძალიან საინტერესო იმას აქვია იმას გამოსავალს მოდიო რებეკა შევეკითხოთ და ლაბანი დარწმუნებულია აი ამას აღარ დაემართება ვიზე გათხოვდა არ იცის სად გათხოვდა არ იცის ვისთან აი არაფერი არ იცის ამ გოგომ გარდა იმისა რომ ყველამ რაც იცის რას მოყვაილია ზამა ხო და აი შევეკითხოთ რებეკას ხო ლაბანი დარწმუნებულია ხო სად გადის სად გაიქცა შეეკითხებინა რას იზამ აი ამ ადგილას შეგვიძლია დავასრულოთ ხო რებეკა მოტრიალდება და ეთქვის წავა საწავა რო შეეკითხოს ვინმე ასოქი არის მარტი არ იცის ვისთან წავა არ იცის უყვარს როგორ უნდა უყვარდეს ასულახოს არაფერი არ იცის სად მიდის არ იცის ვისთან მიდის და მე ამ დროსაც ხედავ ხოლმე როგორ თვალები გაფართოებული იყურებოდა ელიაზარი ასეთი იყო სადაც არ იცოდა ეს ავისკვარი რას აკეთებდა სად მიდიოდა მაგრამ იცოდა ერთადერთი რამ რა ღმერთი აკეთებდა მაშინ და ღმერთმა მოიყვანა ელიაზარი ღმერთმა შეახვედრა მას მაშინ და გაქვს ამიტომაც ძალიან საინტერესო დაასრულებს თხრობას წმინდა წერილი აი ამ მოვლენისას ძალიან საინტერესო და მე თქვენ ამას გეტყვით წამოვდნენ როგორც იქითა გზა არ იყო მოთხრობილი წმინდა წერილში ასევე აქითა გზა არ იქნება მოთხრობილი და წმინდა წერილში წერია რომ აი სეპტუაგინტაშია ნათქვამი რომ ის არა ქვია ის ქართულ ვერსიებში რომელიც სეპტუაგინტად არის დათარგმნი ნათქვამია რომ ისააკიო ველად განცხრომად იყო გასული მასორეტული ტექსტიდან ასე ითარგმნება სასეირნოდ იყო გასული და აი პარალელური ტექსტები რომელიც გვაქვს ჩვენ ხო იქ რამდენიმე ადგილას გვაქვს ტერმინი ეს ტერმინი ზუსტად არ მახსოვს ახლა მოდის გიხდით რომელიც იმდენად სეირნობას არ გულისხმობს ამდენადაც გულისხმობს ლოცვას ანუ სალოცავად იყო გასული და ამიტომ ფიქრობენ რომ ისააკმა ეს ნაშუა დღების ლოცვა, ანუ წუხრის ლოცვა დაადგინა ისააკმა. ანუ სალოცავად არის გასული. და ნახეთ როგორ არის ელიაზარი ჩამოვა და მოდის და ხედავენ შორიდან ვიღაც კაცს, რომელმაც დაინახა ასევე მომავალი ის დელეგაცია და დაიძრება ამისკენ. და რებეკა ეკითხება ელიაზარს, ვინ არის ეს კაცი? საინტერესო ხო ჩვენ გზა არის, არ მოგვითხროთ წმინდა წერილში. როგორ წარმოვიდგინოთ ახლა რებეკა რო ისდა აქნებზე ყველა კაცი ვინ წარმოვიდა და ეს ხო არ არის ასე ხო არ იმგზავრობდნენ არა აქაც გულისხმა მიეცა რებეკას გულისხმა მიეცა ვიღაცა მოდის ისეთ რომელიც ახლა უნდა იკითხოს ვინ არის ეს კაცი და ელიაზარი ეთქოს რომ აი სწორედ ეს არის მისი ბატონის ძე რებეკა ჩამოხდება აქლემიდან პერზერიდეს გაიკეთეს მორჩილების ნიშნად და მოხდება შეხვედრა ძალიან მარტივად ასრულებს წმინდა წერილი ამბობს ელიაზარმა მოყვა ყველაფერი აბრამს და ისააკს თავისთავად ცხადი და ნახეთ რა არის შედეგი აი ამიტომ ეს მთელი ისტორია არის ამიტომ მოთხრობილი ასაც ახლა დაწესდა წერილი შეიყვანაო ისააკმა რებეკა დედამისის სარას კარებში მეტი არაფერს არ ეს ამბობ მოთხრობილი ცოლად კი არ მოიყვანა ა ブラ ამის წიაღში არ ჭირდება ეს წმინდა წერილი სულ სხვა რამე აქვს სათქმელი რომ ვიღაცა გოგო ჩამოვიდა რომელიც სარასნაირია მთელი ეს ამბავი მოგვითხროთ წმინდა წერილმა ერთადერთი რამის გამო სარას კარავი ცარიელი აღარ არის ეს ჭირდება წმინდა წერილს
ვიღაცა დიდი ქალი აღმოჩნდა ეს სარასნაირი ისააკ შეიყვანაო ისააკმა რებეკა დედამისის სარას კარავში. აი ამიტომ ჭირდებოდა ეს ყველაფერი. ეს ჭირდება აბრაამს. ახლა შეიძლება უკვე აბრაამის გარდაცვალება ჭყალებში დავისწავლოთ. ის კარავი აღარ არის ცარიელი, ვიღაც ხალი კი არ არის შესული. ისააკის სული კი არ არის შესული. არა, ისააკი რო გაზარდა, ისე რო გაზრდის, ისეთი ქალია შესული. სარა გაცოცხლა ამ კარავში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. და მის მერე წერია. ცოლად მოიყვანაო და შეუყვარდა. შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა. არა, ცოლად მოიყვანა და მერე შეუყვარდა. რატო? შეხვდა ერთმანეთს ორი ვიღაცა. ორივესთვის მნიშვნელოვანი არის ერთი რამ. ღმერთს უნდა ასე. აი რადგან ღმერთს უნდა ასე. მაშინ მოხდება ეს ყველაფერი და მერე ხდება სწორედ აი სიყვარული, რომელიც სიყვარულის მართლა იმით გამოუთქმული იქნება და ამის შესახებ ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. და ნუ გეშინის იცაო ისააკი დედამისის სარას გამო. ეს იმას კი ანიშნავს. ძოლა დედა დააწყო, სულელი. არა, ნუ გეშინის იცეს იმას ნიშნავს, ასეც ვლაპარაკობთ. ეს კარავი ცარიელი ახლა. სარასნაირი ქალია შესული. 140 წლის უნდა იყოს ამ პერიოდისათვის აბრაამი. წმინდა წერილში წერია, რომ წმინდა წერილში წერია, რომ ისააკ აბრაამი გახდა 175 წლის, ანუ 75 წლის გამოიხმო ის ღმერთმა და 175 წლის ასაკში ის გარდაიცვალა. 100 წელი მოღვაწევა აბრაამმა და ეს 100 წელიწადს ყურადღებას აქცევდა, თუმცა სრულად განვლო თავისი მოღვაწეობა. აბრაამის გარდაცვალებამდე ერთი ასეთი ამბავია დაწერილი, რომელიც ეგზეგეტებში ძალიან დიდ იმას პოლემიკას იწვევს. კიდე ერთი ქალია ნახსენები, კეტურა, რომელიც ცოლად მოიყვანა აბრაამმა და რომელსაგანაც 5 შვილი ჰყავდა. სრულიად გაუგებარია ეს კალიფი ჩნდება. იუდაური ეგზეგეტიკა კი ამბობს, ეს იგივე აგარია, მაგრამ არ არის მართალი ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან მთელ ნუსხებში, შემდგომ ნეშტა წიგნებში ისმაელი და აგარი ცალკეთ განან და ესენი ცალკეთ განან ერთად არ არიან. ვიღაცა ქალისგან კიდევ ყავშვილი, ამიტომ ძალიან ისე უფრო როგორ გითხრათ ახლა მე არ გეტყვით რომ ეს 100-ია, მაგრამ უფრო მისაღები და უფრო პოპულარული აზრია იმასთან დაკავშირებით, მეგობრებო, რომ აბრაამს ჰქონდა განცდა, რომ აქ როგორი ეპოქაა იცით, ვაჟი რომ დაიბადება, ის ვაჟი პოტენციურად არის მამამთავარი რაღაცა ტომისა. პოტენციურად. ეს ტომი დიდი იქნება, ხანგრძლივი იქნება, ღერძელი იქნება, ძლიერი იქნება, ეს საკითხის მეორე მხარეა. მაგრამ ვაჟი პოტენციურად ტომის მამამთავრად არის მოაზრებული და ამიტომ ფიქრობენ რომ აბრაამს უნდა რაც შეიძლება მეტ ტომს და მეტ მოდგმას ეცხოვრა ამ კონკრეტ რომელსაც ეცოდინებოდა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და ამაზე აკეთებენ ძირითადად აქცენტს. როგორც გითხარით, აბრაამი გარდაიცვალა 175 წლის ასაკში, მას დაკრძალავს ისმაელი და ისა რა ქვია ისააკი ერთად დაკრძალავენ მახფელას ღუმეში, იმ ღუმეში, რომელიც აბრაამმა თვითონ იყიდა თავისი ცოლისათვის, სარასათვის. წმინდა წერილში წერია, რომ აბრაამმა ისააკის სიცოცხლეშივე დაურიგა შვილებს საჩუქრები, ანუ ყველა მოაცილა და ამიტომაც წმინდა წერილი უკვე შემდგომ თხრობას დაიწყებს სიტყვებით. ახლა მოთქმა აბრაამისა, აბრაამ შვა ისააკ, ხო, აბრაამის ძე არის ისააკი და შემდეგი შეხვედრიდან ჩვენ უკვე ახალ იმას დავიწყებთ, ეს არის მამამთავარი ისააკი, რომელზეც კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველაზე მცირე თხრობა მამამთავართა შორის და ერთი მასში შეგვიძლია ერთ შეხვედრაში ისააკი მოვიცვათ და შემდგომ გავაგრძელებთ იმას. დღეს ამით დავასრულებთ თავის დღეს. დავიწყებთ. ბოდიში მომსმენთ. დედულეთში როდესაც აგზავნეს, რატო ხარანში და რატო არა? მამული შეხსენს მამული. ხო და აი რა არის მამანდრია, აქ არის ასეთი რაღაცა, რომ სავარაუდოდ კი ეს ასეც იყო. ნახორიც დაიძრა ქალდებელთა ურიდან აბრაამის შემდგომ. და გადმოსახდება იქ სადაც სემიტური ტომების მიგრაცია საერთოდ მიდიოდა და სადაც არიან დარჩენილები ეს იგულისხმება არა გეოგრაფია. არა, ხო. იმიტომ რომ რა არის აქ ერთი ტერმინიც აქვს საინტერესო მე ეს გამომჩა. წმინდა წერილში წერია რომ აბრაამი სანამ შევერთვებიო, ანუ მამა პაპას შევერთვებიო, ხო, ამაზე მამა შეერთო აბრაამი თავის მამა პაპას, ხო? ვერანაირი შემთხვევაში არ არის საუბარი აქ პირდაპირ წერია სად დაიკრძალა აბრაამი, დაიკრძალა მახფელას ღუმეში, სადაც მისი არც ერთი მამა პაპა არ დაკრძალვა, ამიტომ შერთვა მამა პაპასთან პირდაპირ იყო წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ქვეყნად ცხოვრება გრძელდება, არჩება ამით და ამის ის არის. ხო ხო გქონდათ კითხვა რა. აი წერილთან დაკავშირებით მაინტერესებს ისიც ლექციებს თუ გითხე, მაგრამ
ანუ აი ეს წლები თქვათ 75 წლის წამოვიდა აბრაამი 65-ის სარა იყო მაშინ კი 10 წელს ხო ანუ წლების აი ესეთი უჩვეულო ჩვენი დროისთვის უჩვეულო აღწერა ეს შეიძლება აღვიქვათ ისეც რომ მაშინ სხვანაირად აღიქვამდნენ ან არაზუსტად აღწერილია თუ დოგმატურად არის განსაზღვრული რომ ეს წლები უნდა მივიჩნიოთ როგორც აი ზუსტად ამდენი წელი. თუ ეს მსჯელობის საგანია, თქვათ ქრისტიანობაში. არ არის მსჯელობის საგანი. ნამდვილად 75 წელს იყო, 175 წელს გარდაიცვალა, არა 65-ის იყო, ნამდვილად პირდაპირ წლებია. არ არის მსჯელობის. დღევანდელი წლები შესაბამისია. აი მაგას ვერ პასუხებ, მაგაზე ვერ გეტყვით, ანუ დროის აჩქარებასთან და დროის იმაზე გაქვს საუბარი, ხო? დრო მაშინ როგორ გადიოდა და ანუ მაშინდელი წელი, აი ამაზე ვერ გეტყვით. ხო, ანუ მაშინ ხო შეიძლება წელს ეძახდეთ, თქვათ წლის დღეს რასაც წლის დროს ეძახია. თქვათ მაშინ ეძახდნენ მაგას წელს. არა, მაშინაც ხო არ ვიცი. არა, ჩვენ გვაქვს საქმე მზის კალენდარი. ეს კალენდარი, რომელიც შემოდგომით იწყება, პირველი თვე არის შემოდგომის 14 რიცხვი, რაც არის ეკენია, რაც არის ჩვენთან, ან შემოდგომის შუა ჩვენთვის და ეს კალენდარით არის 365 დღე არის, სადაც შემოიწერება წელი. საშემოდგომო წელი ქვია ამას და ეს კალენდარით არის. კი არა, ეს წელის წელი. ანუ ეს ცოდნა ამაზე ზუსტად არის. კი და მეორე კალენდარ შემოიტანს მე მოსე ჩვენ რომ მივალთ თავის დროზე ვიტყვით ამას თორე ეს კალენდარი უბრალოდ მე არ დამაბნია ისიც რატომ ვერ გიპასუხეთ რომ ანუ აი კარგად ვერ ვამბობ ხანგრძლივობა წლისა ახმადი ასევე იყო როგორც ჩვენ დღევანდელობაში თუ მაშინ ეს სხვა ახმადი იყო თორე ეს მის კალენდარზია ეს ცალსახადასია მის კალენდარია და მე მთვარის მიხედვით იმას იზავს რა ქვია აბრაამი შემოიღებს კიდე იმას მეორე აბრაამი არ მოსე საპასეკო კალენდარი იქნება ეს ხო ამას ყოდა სულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულება ამ კალენდარს რომელიც აი შემოდგომის თვით იწყებოდა შემოდგომის შუა სექტემბრის შუით იწყებოდა და ახალი წელი აღინიშნებოდა იმას რა ქვია სექტემბრის შუაში აი ჩვენთან რო არის ახლა ნოსო აღნიშნავთ. ეკენიას აღნიშნავთ წლის დასაწყისს, საეკლესიო წლის დასაწყისს. 14 სექტემბერს აღნიშნავთ. აი ეს ტრადიცია. პაბლობა ყურადღებას.